Страна непуганных идиотов. მე ასე მეჩვენება დღეს საქმე წარმოება სასამართლოში ადვოკატების მიერ. ადვოკატები საერთოდ არ სარგებლობენ საქართველოში კანონმდებლობით, უფრო სარგებლობენ რაღაც გაუგებარი გაგებით. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ფაქტი, აგერ სააკაშვილი რო დაიჭირეს. რამდენი პროცესუალური დარღვევა იყო სააკაშვილის დაპატიმრებისას. ავიღოთ საქართველოს კონსტიტუცია. შეგახსნებთ, სააკაშვილი დაიჭირეს ვიღაც კაცის კერძო ბინაში, ხო და რა წერია კონსტიტუციაში? არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელში ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ. ესე იგი, სააკაშვილი კერძო ბინაში რო დაიჭირეს, არავის ჰქონდა უფლება შესულიყო იმ საცხოვრებელში, ხო და შეეკითხნენ იმ ბინის მფლობელს, შევდივარ ბატონო? არ შეეკითხნენ. შემდეგ რა წერია? გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 24 საათის განმავლობაში მიმართა პროკურორმა სასამართლოს არის აგერ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დავიჭირეთ და ნება დაგვთეთ, რომ დაგვიკანონეთო. სავარაუდოდ არავინ არ მისულა, მაგრამ იმ ადვოკატებმა ეს ნახეს, შენიშნეს, მე არაფერს არ ვიტყვი, გამოუშვებდნენ თუ არ გამოუშვებდნენ სააკაშვილს, მაგრამ ეს ხომ არის პროცესუალური დარღვევა. ეს უზარმაზარი პროცესუალური დარღვევაა. ამ დარღვევის მიხედვით შესაძლოა, რომ ის პროკურორი თვითონ დაიჭირონ. რატომ? იმიტომ რომ ამ კანონის მიხედვით პროკურორმა პირველი დაარღვია პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებები და მეორე მიითვისა მოსამართლის კანონმდებლობა. ხო არის ორი დარღვევა. ვინმე ეს შეახსენა პროკურორს? არა. ის რომ სააკაშვილი ზის ძალიან კარგია. რატომ? ყველამ უნდა ნახოს, რომ ღმერთი არავინ არაა. ეგერ წინა ხელისუფლება დააპატიმრეს, ახლა ციხეში ციხე მოიხადა ყველამ. ეს მთავრობაც სავარაუდოდ ციხედ გაივლის. წავიდეს შემდგომ. ახლა ყველაზე გახმაურებული არის მზია ამაღლობელის ბათუმელი ჟურნალისტი რო არის ტუტუციხალი, მაგის საქმე. წელიწადნახევარია რაც ციხეში ზის და იცით რამდენი დარღვევებია მაგ საქმეში? პირველი ყველაზე უფრო მთავარი დარღვევა, რომელიც ადვოკატებმა ვერ შენიშნეს, საერთოდ ვერ ნახეს, ეს არის ის, რომ ამ საქმისთვის არ იყო სისხლის სამართლის საქმის აღძრის საფუძველი. როგორ არ იყო? დიახ, არ იყო. რატომ? ხელი რო გაარტყა პოლიციელს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ ეს საქმე ვერ ქაჩავს სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის უბრალო ადმინისტრაციული საქმე. უნდა დაეჯარიმებინათ, ერთი კვირა უნდა ჩაესვათ მაქსიმუმ ციხეში და უნდა გამოეშვათ, მაგრამ არა წელიწადნახევარი. რა დარღვევები არის ამ საქმეში? აგიხსნით, სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძვრას, უნდა იყოს კანონის თანახმად დანაშაული. ხო და დანაშაულის ნიშნებს წარმოადგენს ზიანი. ხო და ხომ გამოვიდა პროცესზე ექსპერტი და ხომ თქვა, ზიანი არაფერი არ ქონიაო. ხო და ესენი მიაწვნენ რა არის ტკივილი განიცადეო. რატომ? იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსი გვეუბნება, რომ ცემა არის მაშინ, როცა ტკივილი განიცადა. კარგით, კი ბატონო, დაუშვათ და განიცადა ტკივილი. მაშინ თუ მაგან ტკივილი განიცადა, უნდა დადასტურდეს ტკივილის ფაქტი, ტკივილი უნდა გაიზომოს. ხო და გეკითხებით, როგორ ფიქრობთ? გაიზომა კი გამოძიების მხრის ბრალდებით, გამოძიების მხრიდან ეს ტკივილი? როგორ გაზომეს? გაზომეს ეს ტკივილი სახაზავით? გაზომეს სასწორით? რომელი ტექნიკური საშუალებით გაზომეს ისა ტკივილი? ეგე ბუსოლით გაზომეს ის მშენებლობაზე, რომ სიმაღლეების განსხვავებას ზომავენ. სავარაუდოდ ტკივილი საერთოდ არ გაუზომავთ. ესე იგი, თუ ტკივილი გაზომილი არ არის, ის დადგენილი არ არის, თუ დადგენილი არ არის, მაშინ ტკივილი არის საეჭვო, თუ კი ტკივილი არის საეჭვო, ეს ყველაფერი არ ითვლება ბრალდებად და არის სასარგებლო ბრალდებული მხარისთვის. მეორე, რა არის ეს ტკივილი და
რასთან ერთად ჭამენ. მე როგორც ავია ინჟინერი, გავიარე სპეციალური კურსი ავია მედიცინა, ასე ერქვა, საავიაციო მედიცინა, ასე ერქვა ამ კურსს და ჩვენ აგვიხსნეს რომ გვასწავლეს რომ ტკივილი საერთოდ იზომება სხვადასხვა ერთეულებში და ძირითადი ერთეული არის სხვადასხვა სისტემაში იზომება და ძირითადი ერთეული არის ბალები. არის სხვადასხვა სისტემები და ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ახლა მე ზეპირად უცბად მახსოვს, 8 ბალიანი სისტემა არის. ჩაიხედავთ, დაგუგლავთ, ყველაფერს უცბად ამოგიგებთ ინტერნეტი. 8 ბალიან სისტემაში მაქსიმალური ტკივილის ზომა 8 ბალიანი და რატომ არის ეს ტკივილი ასეთი ყურადღება მისაქცევი? იმიტომ რომ ტკივილის მაქსიმალურმა ზომამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის შოკი. შოკმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება. გულის გაჩერებამ კი შეიძლება ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. ხო და ამიტომ არის სისხლის სამართლის კოდექსში ტკივილზე ასეთი ყურადღება გამახვილებული, მაგრამ იციან კი ეს ყველაფერი პოლიციელებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა, მოსამართლეებმა. სავარაუდოდ ამ 4-დან არც ერთმა ეს არ იცის და უბრალოდ ზეპირად კაჭკაჭივით ლაპარაკობენ, ტკივილი გამიცადეო. კი ბატონო, ტკივილი მაზოხისტებიც განიცდიან ტკივილს, მაგრამ ამ ტკივილისგან კაიფობენ. სიამოვნებას ღებულობენ. არის ასეთი? კი არის. ხო და ადვოკატურა შეეკითხა იმ პოლიციოს. ბატონო, თქვენ ამ ტკივილისგან მიიღეთ სიამოვნება თუ არ მიიღეთ სიამოვნებაო? რა თქმა უნდა, ასეთი შეკითხვა არ დაუსვათ. სანამ საქართველოში ჩვენ არ დავიწყებთ პროკურორებზე ბრალდების წაყენებას, მანამდე არაფერი არ გამოვა. რატომ? ახლა წაგიკითხავთ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლ 146 და 147. ორი მშვენიერი მუხლი არის, რომ თავის ადგილზე დავსვათ პროკურორები, გამომძიებლები და პოლიციელები. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ისეთ რა ღირს? ღირს 4-დან 7 წლამდე. მუხლი 147, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება. იცით რამდენი ღირს? თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 12 წლამდე. აი, ამის შეეშინიათ პროკურორებს, ამის შეეშინიათ გამომძიებლებს, ამის შეეშინიათ პოლიციელებს. ხო და ვინმემ ისარგებლა ამ მუხლებით, ვინმემ წარუდგინა ამ კატეგორიას ბრალდება. ახლა მოდაში არის ოჯახურ ძალადობაზე მამაკაცების დაპატიმრება. შეუვარდებიან კაცს სახლში, სტაცებენ ხელს და ჩასვამენ ციხეში. ციხეში კი არ ჩასვამენ, დაალომბარდებენ, სანამ ფულს არ გადაახტევინებენ, ციხეში გამოალპობენ. ყველგან არის დარღვევები. პირველი დარღვევა პოლიციისგან ნებართვა უნდა აიღო მფლობელისგან, როცა მაგის სახლში შედიხარ და ვინმე საერთოდ გაახსენდება საქართველოში, როცა ოჯახურ ძალადობაზე ურეკავენ, პატრონს თხოვან ნებართვა მომეციო, და შემოვიდე დაგაპატიმრო. საერთოდ არ ახსოვთ. მეორე დარღვევა, ისევ კონსტიტუცია, დაუშვებელია დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნებით. ეს ოჯახურ ძალადობაზე ახლა უკვე სქესობრივი დისკრიმინაცია მიდის საქართველოში. ასე რომ, მეგობრებო, თავარი არის ჩვენ ვიხმაროთ სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია, კანონები და არ ვისარგებლოთ გაგებით. გაგება არის როგორც ქურდული, ასევე პოლიციური, ასევე პროკურორული, ასევე მოსამართლეობრივი. ეს გაგება უნდა მოვიშოროთ და მაშინ ყველაფერი დალაგდება. მაშინ ჩვენ გადავალთ აზიური ტიპის ქვეყნიდან ევროპულ ქვეყნამდე. სანამ ამ გაგებას არ მოვიშორებთ, ჩვენ წინ ვერ წავალთ. მე მინდა, რომ ჩვენ წინ წავიდეთ. მადლობთ, გაგრძელება იქნება.